უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს საზღვაო დრონების ოპერაციების მეთაურის თქმით, მომავალ წელს რუსეთის ძალების წინააღმდეგ უფრო კომპლექსური იერიშებია მოსალოდნელი. Როგორც ცნობილია, კიევის უპილოტო ფლოტმა საგრძნობლად შეაფერხა რუსეთის ოდესღაც დომინანტური შავი ზღვის ფლოტის მანევრები. Associated Press-თან ინტერვიუში სპეციალიზებული საზღვაო დრონების დანაყოფის ჯგუფ 13-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდასხმების გამო რუსეთი იძულებული გახდა ქმედებები შეეცვალა. ამით შეიზღუდა შავი ზღვის მასშტაბური დარტყმების ის შესაძლებლობები, რომლებიც ომის ადრეულ ეტაპზე ვლინდებოდა. დღეს ჩვენ ერთგვარ პლატოზე გავედით. ეფექტურად ზღუდავთ მტრის გადაადგილებებს. მასშტაბური იერიშები, რომლებსაც ომის ადრეულ ეტაპზე ვხედავდით, გარკვეული პერიოდია აღარ ყოფილა. რადგან მტერი ცდილობს მოერგოს ვითარებას. ჩვენ ბევრი მიმართულებით მუშაობთ, რომ შევცვალოთ ეს სიტუაცია და გარდამტეხი მომენტი შევქმნათ. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ეფექტურობა არ დაგვიკარგავს. ჩვენ უბრალოდ იმ წერტილამდე მივედით, რომელზეც მტერს ვაკავებთ. გასულ თვეს უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საზღვაო დრონები იმ ტანკერების ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტის გემების წინააღმდეგ თავდასხმების დროს გამოიყენებოდა. მეთაურს ამ ოპერაციების შესახებ არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ რუსულ საზღვაო ხომალდებს უჭირთ გადაადგილება და ხშირად პორტებიდან რაკეტების გასაშვებად მხოლოდ 40 კილომეტრამდე გადიან, შემდეგ კი უკან იხევენ. მტრის მოძრაობა შეზღუდულია, გემი ძლივს მოქმედებს. ის 20 საზღვაო მილს გადის, უშვებს ბალისტიკურ რაკეტებს და უკან ბრუნდება. ისინი მუდმივად იმალებიან. გარკვეულწილად ეს ჩვენი ქვედანაყოფის შედეგიცაა. რადგან წარმოიდგინეთ, რა დაჯდება ისეთი ფლოტის შენარჩუნება, რომელსაც ზღვაში მოქმედება არ შეუძლია. მისი თქმით, უკრაინის დრონების ევოლუციის შემდეგი ეტაპი ხელოვნური ინტელექტის უფრო ღრმა ინტეგრაციაზე იქნება დამოკიდებული, რაც მიზნობრივი მუშაობის გაუმჯობესებასა და ოპერატორის სამუშაო დატვირთვის შემცირებას ისახავს მიზნად. ამჟამად სამიზნის ძებნა კომბინირებული პროცესია, რომელშიც ნაწილობრივ ოპერატორი, ნაწილობრივ კი ხელოვნური ინტელექტია ჩართული. მომავალში თქვენ გაუშვებთ დრონს და ის დამოუკიდებლად მოძებნის სამიზნეს. განასხვავებს სამოქალაქო გემებს სამხედროებისგან და მიიღებს უფრო მეტ გადაწყვეტილებას. დღეს ჩვენ უკვე გვაქვს მონაცემთა უზარმაზარი ბაზა, ვიდეო და ოპერატიული მასალა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის გასაწვნელად გამოვიყენებთ. უკრაინა ასევე ცდილობს მომავალ წელს ნატოს რამდენიმე ქვეყანასთან ერთად დრონების წარმოება გააფართოოს. გასულ თვეს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საბერძნეთში ვიზიტის დროს კიევმა და ათენმა საზღვაო უპილოტო საფრენ აპარატებზე ერთობლივი მუშაობის, გაფართოებული წვრთნებისა და ასევე საზღვაო საფრთხეებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარების გეგმების შესახებ განაცხადეს. მე-13 დანაყოფის მეთაური აცხადებს, რომ რუსეთის შეცვლილი ქმედებების მიუხედავად უკრაინის საზღვაო დრონების პროგრამა მაინც ეფექტიანია.